დღეს რაღაცები უნდა აურიოთ. სულ დაალაგებული პოდკასტის ხედავთ, საუბრობთ, ცოტა მეც მოვიწყინე. თან საცობი იყო, ყველამ დააგვიანა და თაიას უწევს, რომ დაგველოდოს დაახლოებით მოუწია 1 საათი და პოტიში გვაპატი. როგორ ხარ? კარგად. მიუხედავად მართლა ამინდისა, ძალიან კარგად გრძნობ თავს. პირიქით, ყოველთვის კარგია სპონტანურობა, რაღაცა ექსპრომტი და ეს დავარცხნილი ვიდეოები ყოველს ყელში აქვს ჩემი აზრით. ხო, დღეს უნდა აურიოთ და მე თავიდან დავარცხნოთ. საინტერესო ფაქტი თაიაზე. სანამ დავსხდებით და გავაგრძელებთ საუბარს, თაია მოვიდა პროზაკოთი. თაია არის თან ფიტნეს ტრენერი. დღეს გეუბნებით არეულობების დღე გვაქვს თქო. მოიცა? Та-дам! წავედით. მოიცა. გახსნი თუ ბექა შენ გახსნი თუ ვინ გახსნის? მე უნდა გავხსნა თავის. კარგი. მე არ გაიყინა, ხო? თან ეს მიკროფონს უშვენ, ხო? იმედი ჭხილავით. შენ ისე თამამად აბზრიანეს. ხო, შეიძლება მის მაინც გაწიეთ რაღაცები ერთი წამი. თვალში რამე ხო? არა, კაი. როგორც პროფ მიდი. ცოტაც. ჭიქები, მოდი. შემოდი კაცი, შენც უნდა გიცნობდეს ჩვენი საზოგადოება, როგორც ჩვენი პროდიუსერი და 5 ვართ და 2 რატო? კაი. არა და მე არ ვსვავ ალკოჰოლს. მოიცა კარგი, ამას დაგისხავ. ვერ გამოვნახავთ. ოკეი, სუფრა უნდა გამოვიძახოთ ახლა ერთი. აი ესე რა. და ბევრი ახალი პროექტი შემოთავაზება. ჩვენ ასევე აღნიშნავთ, რომ დავიწყეთ მომავლის მე პოდკასტის ფარგლებში პროდაქშენის გაკეთება. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ ბრენდი თუ თქვენ გაქვთ ბრენდი. ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ თქვენი ცნობადობა, დავწეროთ თქვენი ისტორია და გავაცნოთ ფართო საზოგადოებას. ამიტომ შეგვეხმიანეთ და ბექა ჩვენ ახალ წამოწყებას გაუმარჯოს. Cheers. აი ვერ ვასწრებ მე კაფეზე მოსვლას და პირდაპირ შვიდზე მოვა. დავიწყეთ? აი ამათ. ვაი მე ეს ფოთლი. მოიცა. სად მიგაგ. ჯერ დავაწყად და მერე გავიტანოთ კადრიდან. ეს როგორი ძახიან ხოლმე, რომ ეს შეიძლება და ყოფილიყო შენი ბრენდის რეკლამა თუ ასე შემდეგ. ვივარცხნეთ თმა, დავლაგდით და ეხლა. მოწესრიგებულად დავიწყოთ. ფიტნეს აი ამ სიტყვით ვიწყებ ფიტნეს. თუ გაგვიმარჯოს. კაი, გაგვიმარჯოს ჯერ. კარგად ვიყოთ. ერთად გასადღი გრძელო რამე, რასაც ხშირად ამბობ ხოლმე. იცი რა არის ძალიან ბანალურ სადღეგრძელოს ვამბობ ხოლმე ყოველთვის. ძალიან ისეთ ძველ მოდურს, რომ მრავალს დავესწროთ თქო რა. ბავშვები რო ვიყავით, ძალიან ხშირად მესმოდა, პატარა რო ვიყავ, რა ის მრავალს დაესწარი და ცოტა ისეთი გაპაფსავებული იყო რა, ჩემთვის რა როგორც რავი რაღაცა, პროსტა გაუმარჯოს, აზრი დაკარგული, მაგრამ მე ჩაუწვდი რა ბოლო წლები, რომ მრავალს დაესწარი, რამდენად მრავლის სათქმელი ფრაზა. თუნდაც დღესასწაული არ იყოს, ხო, მრავალ წელს, მრავალ წუთს, მრავალ რაღაცა დღესასწაულს, მრავალ ბედნიერ მომენტს, თუნდაც უარყოფით მომენტს, ანუ მრავალ რაღაც მთლიან ემოციების დიდ სპექტრს, მრავალ სპექტრს დაესწარი და მრავალს დავესწროთ, მაგას გისურვებ შენ. დავესწროთ მრავალს. მადლობა და კარგი. ახლა ვინც არ გიცნობს, შენი დიდი 90,000-იანი არმიის გარდა ინსტაგრამზე, მოვიკითხავ მათ, ისინი დაგვეხმარნენ კითხვების შერჩევაში ასევე შენთვის. გაიცანი ჩემ YouTube მაყურებელს. ესე იგი, მე ვარ, როგორც სხვები მახასიათებენ, მე არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი.
ვარ ინფლუენსერი, ეგრე გამოდის. ფიტნეს მწვრთნელი, ასევე მეწარმე, ქალი მეწარმე, რომელსაც საკუთარი დარბაზი აქვს, უკვე 4 წელია, რომელიც არსებობს და არ ვიცი, არ დამითვლია ნამდვილად რამდენი მომხმარებელი იყო, მაგრამ 1000-ებს ცდება სავარაუდოდ. და კიდევ ვინ? რა თქმა უნდა, ლოთი. ამ თემას მივუბრუნდებით. ჩემი პოდკასტის იდეა არის мотивация, ინსპირაცია. და შენ გარდა იმისა, რომ ფიტნეს სხეული გაქვს, ხარ мотивация იმ ხრივ, რომ 29 შეიძლება რომ შენ ესე ვთქვა, ხმამაღლა? ხო, რა თქმა უნდა. 29 წლის გოგოს გაქვს უკვე შენი ბიზნესი. როგორც აღნიშნე, პირველი ქალი ხარ, ქართველი, ვინც გააკეთა თავისი დარბაზი, ხო? კი. როგორია ამ სფეროში მოღვაწეობდე? დღესდღეობით. რამდენად მოთხოვნადი ხარ და მოგვიყევი. რაღაც ზედმეტი რა ქვია მაგას? თავდაბლობა. ხო, თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მე ვარ ერთ-ერთი, ალბათ ყველაზე ცნობილი ფიტნეს სფეროში ადამიანი, რაღაც 3-4 ადამიანია საქართველოში, ვინც პლუს-მინუს ერთმანეთს ვეჯიბრებით, კონკურენტები ვართ, თუ კოლეგები ვართ, რაც არის. ვინები არიან? არ ვიტყვი. არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ გავუკეთებ მათ რეკლამას, ვინც არ იცის, არ არის საჭირო რომ იცოდეთ ადამიანებს. მარკეტოლოგი ხოთა შორის გამოგრჩა, რომ შენ მარკეტოლოგი ხარ? კი ბატონო, მარკეტოლოგი, ჟურნალისტი, რა ვიცი, ყველაფერი ბოლოს გადგება ხო შენი მარკეტინგული? კი, ყველა ჩემი განათლება მადგება და ვთვლი, რომ ალბათ ერთ-ერთი, რამდენად ხშირად მესმის, რომ განათლება არ არის მნიშვნელოვანი რა, უმაღლესი განათლება. ხშირად ისმის ხოლმე ეს თემა, მაგრამ არ დავეთანხმები და გაჩნია ადამიანს, ეხლა თუ გვიყურებენ სტუდენტები ან სკოლის მოსწავლეები, ან მოკლედ ჯენზი სასწავლი თუ გვიყურებს და თვლის, რომ რაღაც უმაღლესი განათლებას აზრი არ აქვს, აზრი ყოველთვის აქვს თქვენ თუ გამოიტანთ აზრს რა, ასე ვფიქრობ. ანუ მე ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული, მარკეტინგი მაქვს დამთავრებული, არც ერთი პროფესიით არ მუშაობ, თუმცა ორივე განათლებიდან რაღაცეები მაქვს აღებული, რაც გამოვიყენე დღესდღეობით ჩემ პროფესიაში და ძალიან კარგად მადგება, ამიტომ გაჩნია რას ეხლა როგორც მე პროვოკატორმა რო გითხრა, რა მაგალითს აძლევ ფიტნეს ტრენერი, როცა სვავ ახალგაზრდებს ჯენზის. შენ როგორც მარკეტოლოგი როგორ დაიძვრენ თავს? მე იმ მაგალითს ვაძლევ, რომ ზუსტად ჯანსაღი ცხოვრება იწყება ჯანსაღი აზროვნებისგან. ხო. და ჯანსაღი აზროვნებით თუ როგორ არის სწორი. მე სკოლის მასწავლებელიც კი ვიყავი. არ ვიცი. თან ახსენდება ნელ-ნელ. ხო, რამდენიმე. კი, სკოლაში მასწავლედი ჯანსაღ ცხოვრებას და ეგეთი ჩემი ესე იწყებოდა ჩემი პრეზენტაცია რა ჯანსაღი. იმდენი ჯანსაღი ცხოვრება ისქენი მიიღი შეითვისა, რომ ბოლოს უკვე რაღაცას გინდოდა რომ ოღონდ მაგ სკოლაში პირველ არ ვიცი რამდენი შეიძლება ამის თქმა, მაგრამ პირველ ლექციაზე სკოლაში მივედი ისეთ პახმელიაზე, რომ ხელები მიკანკარებდა. და თან ბავშვებს უყვებოდი ჯანსაღ ცხოვრებაზე, მაგრამ თან რას ვეუბნებოდი ისი, რომ ჯანსაღი ცხოვრება იწყება ჯანსაღი აზროვნებით და ჯანსაღი აზროვნება ნიშნავს იმას, რომ რაღაცები ოკეია და ადამიანები იმიტომ ვართ, რომ კი, დალევაც ოკეი, აღოდ გააჩნია დოზას, არც იქით არ უნდა იყო გადავარდნილი და არც აქეთ. ძალიან ჯანსაღ ცხოვრებაში გადავარდნილი ადამიანებს არის დაჟე ეგეთი დაავადება, ავადმყოფობა, ორთორექსია, რასაც ქვია. არის ანორექსიის და ბულიმიის დონეზე ფსიქოლოგიური აშლილობა ადამიანების, როცა ადამიანებს ჩაციკლური ჯანსაღით. სუფთა ჯანსაღი ცხოვრება. რა მაგარი ექსტყობს, საერთოდ არ ვიცოდი თუ არსებობდა ტერმინი. და ძალიან ბევრი საქართველოს ზოგადად ქართველებს გვახასიათებს ძალიან ან 0 ან 100 რა, ან არაფერი, ან ყველაფერი, ხო, რადიკალიზმი. და ვინც ჯანსაღ ცხოვრებაზე გადადის, აი გონია რომ მარტო ეს ბროკოლი, ავოკადო, ქათმის ფილე, ყველაფერი უმარილო, უზეთო, ეს არ არის ადეკვატური და მე უკვე ძალიან გადასდის რა რაღაც ავადმყოფობაში და სავარაუდოდ რავი შეიძლება შენ გარშემო იყოს ეგეთი ადამიანები, ჩემ გარშემო ძალიან ბევრია.
რაც აბსოლუტურად არაჯანსაღია, ანუ ეს არ არის ჯანსაღი აზროვნება და ზოგადად მე ვარ ჯანსაღი ცხოვრების ამბასადორი ალბათ და ისე ვუბრუნდებით იმას, რომ ჯანსაღი ცხოვრება აქედან იწყება. ზოგჯერ დალევაც მოსულა, ბავშვებსაც ვეუბნებოდი ამას რა, და ფსიქოლოგი იჯდა ამასობაში ესწრებოდა გაკვეთილს და მეთქი ახლა არ გამაგდონ აქედან. რომ მეთქი ბავშვებო, ანუ დალევაც ოკეია, ყველაფერი ოკეია და რაღაც კითხვებს ვსვავდნენ, მახსოვს პირველი ჩემი აი გაკვეთილი როცა ხელები მიკანკალებს და ისე ვარ. ბავშვი ხელს წევს რომ მას და ტატუ ჯანსაღია? და მაგის მაგალითზე ამ თողან ვდგავარ მაისურით რა ზაფხულია და ძალიან ბევრი ტატუები მაქვს და მეთქი ანუ ეხლა თქვენი აზრით მე ვარ აქ ჯანსაღი ცხოვრების ამბასადორი, მაქვს ამდენი ტატუ. ჯანსაღია თქვენ მიპასუხეთ თქო და ყველამ არაო. მეთქი ანუ რატო არა? იმიტომ რომ ეს ისხლს წამლავს, ბლა რაღაც. სტატუსი თავის დაცვა ხო არ არის? რა სტატუსი? ჯანსაღ ცხოვრების ამბასადორი და არაუშავს დავლევ. თან აქვე შემო ფოლოვერმა კითხეს და ლოთობას და ვარჯის ერთად როგორ ახერხებო? სად ვერ ჩავწვდი კითხვას, მაგრამ მოდი ამ კითხვას გავცეთ პასუხი. ლოთობას და ვარჯის ვარჯიშს ისე უბრუნდებით იმას, რომ ნუ ბალანსია. მე ძალიან მიყვარს ცხოვრება, ძალიან მიყვარს ცხოვრებით ყველა ასპექტით кайფი და ხალისი. და ვთვლი, რომ ანუ საბოლოო ჯამში ეგ დაგვრჩება რა, ანუ ბოლოს რას გავიხსენებ, აუ რა მაგრად ვჭამე ბროკოლით, რაღაცა ის სამი თვე რა მაგარი ფხიზელი ცხოვრება, ანუ ის რაღაცა სამი თვე რაც ბოლო ჩემი ცხოვრებიდან ფხიზლად გავატარე, ეგეთი მოსაწყენი, ანუ რამე თუ გვახსენდება ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში გვახსენ, ანუ გრჩება მოგონებები. მაგრამ მე კარგი, შენთვის ჩელენჯი იყო ეს სამი თვე რო არ დალია, მივხვდი რომ დამოკიდებული არ ხარ. როგორი იყო ეს სამი თვე? ანუ გითხარი ამ სამ თვეზე. მე დავენიზლავე ჩემ გამომწერებს, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ჯანსაღი ცხოვრები ცხოვრობ, ვარჯიშობ, კვირაში 5 დღე მაინც, ძალიან ბევრს დავდივარ და ასე შემდეგ, თითქმის არა ყოველ დღეს ვაო. და 2 წლის განმავლობაში ეგრო გრძელდება. ანუ არავის არ ჯერა ოღონ მართლა, მაგრამ ნუ აი. მგონი ხა მალავს რაღაც ისე იტყვის, აი მარტო პარასკევობით რომ განვიწვირთო და არა ესე ლაბა. ანუ დარბაზში ვარჯიშებს რო ვატარებ, გამოვდივარ თერმოსის ჭიქით, ოღონდ ყველა მიცის რომ თერმოსის ჭიქით თუ გამოვდივარ, შიგნით ალკოჰოლი ასხია. ადრე დავიხო წერის რო წერია ხოლმე ტექსტები რომ ალკოჰოლი არ რაღაც ბავნეა, ან ბავშვებო ხო იმას არ გაუწევთ რეკომენდაციას, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველა მიცის რა, რომ მაგით თუ გამოვდივარ, შიგნით რაღაც სასმელი ასხია. და ანუ თან წრუპავ სასმელს, თან ისე ვატარებ ხოლმე ვარჯიშებს, მთვრალი მასტერი ხო ისე. ხო და როკსტარი ხო რაღაც. რავი. აი როგორღაც ვახერხებ რა. ერთი მეორეს გარეშე მგონია რომ ძალიან ის არის. ანუ დალევა, უბრალოდ დალევა და ლოთობაში გადავარდნა ვარჯიშის და რაღაც ადეკვატური კვების და იმის გარეშე too much არის. ანუ ძალიან უკვე ის არის და მეორეც ცოტა მოსაწყენია რა, სადღაც რაღაცა უნდა დააჭერეთ, რას ფიქრობთ? მართალიეთ, აია, მთელი საქართველოს შენკენ იქნება აქ, ხო იცი, როგორ გვიყვარს დალევა. მაგრამ ძალიან ბევრი მაგრიტიკებს, რომ როგორ შეიძლება გინება და დალევა და ღმერთო არ შეიძლება. აი, ღმერთო. ტრანსფორმაცია. მე ეს ეპიზოდი არ ვიცი შენი ცხოვრების. და კითხეს ეს რაღაც რომ სხეულის და გონების ტრანსფორმაცია. შენ გქონდა რამე ეპიზოდი, სადაც ტრანსფორმაციული ცვლილებები განიცადე თუ სხვებს ეხმარები ამაში თუ ორივე? ალბათ ორივე. მაგრამ მეც განვიცადე, ზოგადად მე არავის ასევე ვინც არ მიცნობს და არ აქვს ანახი ფოტოები არ სჯერა რომ ვიყავი ძალიან მსუქანი მოუქნელი ბავშვი. მოგვიყევი. აქედან უნდა დაგვეწყო. Instagram-ზე მიდევ სხვათა შორის highlight-ებში თუ ვინმე ნახავს და დაეზარება. ჩემი ისტორია, სადაც ჩემი თუნდაც ბავშვობის მოზარდის ფოტოებია, სადაც ვარ 18-19 წლამდე ვიყავი პუტკუნა მოუქნელი ბავშვი. ან დღემდე ყველა დამცინის ვინც ბავშვობიდან მისნობს რომ შენ და ფიტნესი, ანუ რო არ არსებობს, ხო და ერთი ეგრო მაგ ადამიანისგან, რომელიც ფიზკულტურის გაკვეთილებს აცდენდა და ყოველთვის რაღაცა ძალიან ისეთი იყო, ჭარბი წონა ჰქონდა და სუდიეტებზე იყო და სულ რაღაცა ძალიან წვალობდა, გადავიქეცი იმ ადამიანს, რომელიც სხვებს ასწავლის
და მე კიდევ იყო პერიოდი, როცა ძალიან დავიკელი და ნუ როგორ მოხდა ეს გზა გითხარი რა, როგორ დაიკელი? ეს ტრანსფორმაცია გითხარი და როგორ შეანო დაკლებით ყველა იკლებს. შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი. რატო ეგ ისტორია ძალიან ებმევა იმას, თუ რატო გადავწყვეტე ზოგადად ფიტნესში მოღვაწეობა. რადგან მთელი ცხოვრება მქონა ვეცდები მაქსიმალურად მოკლე ვიყო ახლა. რადგან მთელი ცხოვრება დიეტებზე და იმებზე ვიყავი და ვწვალობდი და ვარჯიშობდი, დავრბოდი, პარკებით შემოხვეული რაღაც იდიოტობებს ვაკეთებდი. უცებ მივაგენი რაღაცა წყაროს სოციმედიაში, სადაც რაღაცა ძალიან ცუდი რჩევები იყო, რასაც მივყევი. ვარჯიშობდი ძალიან აქტიურად უკვე დარბაზში, კარდიოებს ვაკეთებდი ძალიან ბევრს და ვჭამდი მარტო ცილას. 2 თვეში დავიკელი 15 კილო. ვაუ. კი, მაგრამ წონა არ მქონდა დიდი საწყისი რა. ეხლა ვარ იგივე წონაზე, რაზეც მაშინ დავიწყე და ამაზე წარმოიდგინე ეხლა 15 კილოთი, 20 კილოთი დაჟე ნაკლები, ვიდრე ეხლა ვარ. ანუ 46 კილო ვიყავი, ეხლა ვარ 66 სადღაც ეგრე. მაღალიც ხარ. 46 კილო რო ვიყავი, ანუ ჩვეულებრივად ჯანმრთელობის პრობლემები დამემართა, ქალური, ჰორმონალური კუთხითაც ძალიან დიდი პრობლემები მქონდა, რასაც ვკურნალობდი წელიწად ნახევარი რო აღმედგინა და ნუ მოკლედ მივხვდი, რომ სოციმედიაში გავრცელებული ინფორმაცია მაშინ საქართველოში არა უცხოურ წყაროებს კითხულობდი, საქართველოში საერთოდ არ იყო ჯერ ეს კულტურა. იქაც კი იყო ძალიან მცდარი და საქართველოში წარმოიდგინე ჯერ კიდე რაღაც სუხიშვილების დიეტა და 0%-იანი რაღაც 1%-იანი აი ეგ დიეტების კულტურა იყო მაშინ ჯერ ვარჯიშითაც არ 10 წლის წინ ვამბობ ახლა ვარჯიშითაც არ ვარჯიშობდა არავინ და მივხვდი რომ ჯერ ერთი ზოგადად სოციმედიაში ძალიან მცდარი ინფორმაცია მე საქართველოში საერთოდ არ არის ეს ინფორმაცია და მაგიტო წავედი საზღვარგარეთ ვისწავლე ჯერ პირველ რიგში იმისთვის რომ მე საბოლოო ჯამში გარკვეულიყავი რა სად როგორ ანაირად ჩემთვის და დამელაგებინა თავში სად არის სიმართლე და ის და შემდეგ მივხვდი უკვე საზღვარგარეთ რო ვიყავი რომ საქართველოში უფრო გამოადგებოდა საქართველოს ნუ ძალიან ისე გამომდის ჩემ სამშობლოს მაგრამ ნუ ეგრეა რა რომ ძალიან შემიყვარდა აქაურობა როცა აქ ჩამოვედი და ვიცხოვრე. 18 წლის იყავი როცა დაბრუნდი საქართველოში. 16-ის ვიყავი რომ დავბრუნდი. 20-ის წავედი. 16-ის ვიყავი სკოლაში, ძალიან ადრე მომიწია სკოლას, დამთავრება და ყველაფერი. და რომ დავბრუნდი მივხვდი რომ საქართველოს უფრო სჭირდება რა ეს ინფორმაცია რაც მე მივიღე, უფრო გამოადგება, უფრო დაფასდება და დავიწყე ჯერ კიდე იქ მყოფი. ჩემი მოტივაცია კარი. ძალიან კაი мотиваცია კი. მიხარია რომ ჩამოხვედი აქ დარჩი და აქ გააგრძელე მოღვაწეობა. სოციმედია ახსენე. მითხარი ყველაზე მძიმე 3 მითი, რომელიც გვხვდება სოციმედიაში და ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპა. ფიტნესზე? ხო. დიეტებზე, აი ისეთი მძაფრი მითები რა გახსენდება? შეიძლება ეს იყოს პირადი გამოცდილებით ან უბრალოდ რომ იცოდე. ნუ ალბათ ნახშირწყლების ძალიან მკაცრი შემცირება და ცილოვანი დიეტა. ზოგადად ცილა ძალიან კარგია და უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით, თუმცა ნახშირწყლები ძალიან მნიშვნელოვანია ცხიმები, მოკლედ ძალიან ხო, პირველი ეგ არის ყველაზე გავრცელებული. რადიკალიზმები ხო? ხო. მეორე ის რომ ალბათ დღემდე ჯერ უნდა დავიკლოთ წონა და მერე ვივარჯიშოთ ძალისმიერი, იმიტომ რომ ცხიმი კუნთში გადაიზრდება, ანუ ეგ დღემდე არის 10 წლის წინაც ეგ იყო და ეხლაც ეგ არის, მაგას ვერაფრით ვერ ვიმოსქენით. და მესამე არ ვიცი, ალბათ კარდიო ძალიან კარგია დასაკლებად და ძალისმიერი ვარჯიშები არ არის. აი საჭირო კარდიოს კეთება. ვარ პოპულარული მარტო ხორცს რო ჭამენ. მაგრამ მხოლოდ სტეიკებს. ხო, ეგეც, ანუ ზოგადად ჩვენ ვიცით ატაცება, სხვა რამოდენიმე წლის წინ კეტო დიეტაზე იყო ყველა რა, სადაც ცხიმებს ჭამდნენ ბევრს. უი, ოზამპიკზე რას ფიქრობ? ეგეც მაგაზინზე მთელი ჰოლივუდი და მთელი ევროპა და ამერიკა. და მეგონი მთელი თბილისიც. ხო, ხო. არ გაიგეთ, ძალიან ცუდია. ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვს, ძალიან. ძვლები ეშლება ხალხს და პანკრეასს და არ ვიცი. ხო, ნუ ძალიან გავარდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ან ფატალურად? არა, ფატალურად არა, მაგრამ აი სამეცნიერო
ჯგუფიდანაც კი ვინც არ არის ინსულინ რეზისტენტობით, ანუ არ აქვს ინსულინ რეზისტენტობა და მაინც იყენებს ამ წამალს, რაც საკმაოდ ის არის რა. ანუ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და რაღაც ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ ერა შენ ცხოვრებაში, რომელიც დაიწყო დაახლოებით რამდენიმე თვის წინ. ბეიქერი თვის არა წლის. ხო, მაგრამ მე ახლა ხანს მახსოვს, რომ ფულს რო გიგროვებდნენ შენი ფოლოვერები და გვერდში რო დაგიდნენ. ფართში გადავდიოდი და მაგიტო. ლამის მეც ვიტირე, ისეთი ემოციური იყო, ამ ხალხო რო დაიწყო ეს ჩარიცხობ, მე შენი გამომწერი ვარ და რა მოხდა მან? რითი დაიმსახურე? ანუ რამხელა სიყვარული, ანუ რა შეგრძნება იყო შენთვის? ნუ ჩვენ უკვე ზოგადად ჩემი დარბაზი ფუნქციონირებს 4 წელი, თუმცა შემოდგომაზე 1-6 თვის წინ, ხო? იყო კრიტიკული პერიოდი, როცა ფართში სადაც ვიმყოფებოდით, გვაცნობეს ხელშეკრულებამდე ადრე, რომ უნდა დავცალოთ ერთ თვეში ეს ფართი და გადავიდეთ სხვაში, რაც ძალიან რთული იყო, პოვნაჯერ ერთი ფართის, მერე ძლივს რო ვიპოვეთ, შემდეგ ანუ არც ერთი გარემონტებული ისეთი რომ ეგრევე შეხვიდე და იმას ქნა არ იყო. ამიტომ მოგვიწია რემონტის გაკეთება. რემონტის ფული ნუ ხვდები რამდენი გიждდება და დარბაზი მე არ მყავს არც სპონსორი, არც მშობელი, არც რაღაცა ვინც მაფინანსებს. So sad. No. ხოდა. დიდარი შეყვარებული? ძალიან კარგი შეყვარებული. ანუ შეყვარებული არის, ოღონდ დიდარი ხოდა. კარგი, ხო. ხოდა, რადგან მიწევს ჩემი კეთება ყველაფერს და ზოგადად ბეიქერი გავხსენი ერთი განტელით და ერთი პარალონით. ნელ-ნელა ჩემით ვაკეთებ ყველაფერს და მიწევს თუნდაც ამ რემონტის ამბები ეხლაც დღემდე დარბაზი ფუნქციონირებს ჩვეულებრივად, მაგრამ ერთი ოთახი ცალკე კიდე გასარემონტებელი მაქვს, იმიტომ რომ ეტაპობრივად ვაკეთებ ყველაფერს რა. როგორც შემოდის თანხა, ვთქვათ, მოვარჯიშეებისგან და რაღაცა, იმ თანხებს როგორც შემიძლია, იქ ხელფასები ჩემ თანამშრომლები მყავს, ბევრი რაღაცა არის, რაც გადასახადია და პლუს როგორც შემიძლია, ყოველ თვე რაღაცა თანხას იმაშვები, ახლა ამ თვეში კონდიციონერები დავაყენეთ, რაც თურმე მე რატომღაც მეგონა რომ 500 ლარი ღირდა. არ ღირდა, 2500 ღირდა თითო და 5000 ცოტა მეტი და გვიჯდა კონდიციონერების გაკეთება, იქ რემონტი, ნუ მოკლედ რა და ეგრო რაღაც ძალიან სპონტანურად მოხდა ეგ იდეა ერთ-ერთმა ჩემმა ფოლოვერმა, კაი თითო ლარი რო დავდოთო, იმდენი ფოლოვერი ყავსო, რომ ყველაფერს დაფარაო, სესხის აღებას ვაპირებდი და მაგაზე მომწერა და გადაგარჩინეს. დავსქრინე უბრალოდ დავდე ღადაობით, რომ მეთქი რა ლარი და აი უცებ რო წამოდი, მიდი დადე გირიცხავთ. აი ხო, ეგრე მოხდა რა, ერთ დღეში რაღაცა 7000. ძალიან დიდი მადლიერება ხო, ალბათ რაღაც და ძალა. ზოგადად სოციმედიის ძალა ძალიან დიდია. ძალიან ალბათ ვთვლი, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში იყო ის, როცა დავიწყე მოღვაწეობა სოციმედიაში. და მთელი ჩემი დარბაზი, ჩემი პიროვნება, ჩემი ყველაფერი საქმე, ყველაფერი არის აშენებული ამით. ოღონდ რა თქმა უნდა ეს არ არის რაღაცა პანაცეა, რომ აი უბრალოდ ბლოგი გავაკეთე და რაღაცებს პოსტავ. ანუ გულით უნდა აკეთებდე, უნდა გიყვარდეს იმას, რასაც აკეთებ. და რა იყო შენი main point, რის გამოც ხალხმა ესე შეგიყვარა? გულწრფელობა? გულწრფელობა და ძალიან თავიდან ცოტა ეპოტაჟური ვიყავი. ანუ რეიტინგზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, მარკეტინგი მუშაობდა. ძალიან გამომწვევ პოსტებს და ძალიან გამომწვევ ფოტოებს ვდებდი, მაშინ რომ საზღვარგარეთ ვიყავი. ეხლა მაგას ვერ ვაკეთებ. ეხლა მოხდი აქ oversize დასაცმელებს, მეთქი მოვა პრესებს გამოგვიჩენს რაღაცა თქო და არა. ხო, საქართველოს მაინც თავის mindset-ს რაღაც იმას გიშველა. ჩარჩოებში ხსვავს. ანუ აი მე ისეთ სხვანაირ, საერთოდ სხვანაირი რაღაცები მაცვია ხოლმე საზღვარგარეთ და აქ რაღაცნაირად აი ნუ ერთ-ერთი სოციუმი მაინც მე როგორც არ ვუარყოფდი ამ ფაქტს, სოციუმის ჩარჩოებში ხსვავს. ხო. მეორე ასაკი და გააზრება, რომ აი რამდენად გიღირს ახლა, რომ აი ეს ხალხის ლაპარაკი აიტანო და რაღაცა. მაშინ მე როცა დავიწყე ეს ყველაფერი პატარა ვიყავი, 10 წლის წინ ვიყავი, რამდენის
20-ის რო დავიწყე, ძალიან ბევრ რაღაცაზე არ ფიქრობ მაგასაკში, უფრო თამამად აკეთებ რაღაცეებს და იქ რაღაცა ნახევრადში შუალ ფოტოებს ვდებდი, რაღაც დიდ შენ როგორ დავიწყე? მე არც ვიცოდი ეგ ისტორია. კი, Facebook-ზე დავიწყე მე, ჯერ ზოგი გამომწერი ყავს, ვინც Facebook-იდან მომყვება. ეხლა კიდე აკეთებ Facebook-ს თუ აღარ? არა. მაგრამ თავის დროზე უცხოურ ენიდან მე ქართული არ ვიცოდი, თან ქართული ენის მატარებელი არ ვარ და უცხოურ ენიდან Google Translate-ით თარგმნიდი ქართულ ენაზე სტატიებს, სამეცნიერო სტატიებს. და ისე თან მე რაღაცებს ვარედაქტორებდი, რა თქმა უნდა, რაღაც ჩემი გაგებით, დღეს რო ვკითხულობ მაგ სტატიებს, ნუ აი ვიხევი სიცილით. ეს ისწავლე პრაქტიკაში ქართული? ხო, მაგრამ არ მეშინოდა რა, მთავარი ალბათ რჩევა, ახლა ვინც გვიყურებს, დამწყები, რაღაცას თუ იწყებენ, ვიყო რა, ანუ არ უნდა გეშინოდეს რაღაცების ცოტა მეტისი თამამე ყველაფერში რა, მე არ ვიცოდი ქართული, მაგრამ მაგის მიუხედავად მე ამბიცია მქონდა, ამბიცია რაღაცაზე უნდა იყოს დაყრდნობილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, ანუ შრომაზე. ყველა ამბობს, ხო? რომ ხო, არის ძალიან ბევრი ადამიანები, ვისაც ცარი, ანუ არაფერზე დაყრდნობილი, პროსტა ამბიციურები, რა, ძალიან მაგარი ვარ, აი რატო? ხო, რა ღირებულებებს ატარებ ხას მათზე. მე მაშინ მართლა უცხოურ ენაზე ვთარგმნიდი კიდე სხვა ენაზე სამ თარგმანს ვაკეთებდი და მე იქიდან ქართულზე ვთარგმნიდი. მე ამას ვასწორებდი და ამ სტატიებს ვდებდი. ოღონდ როგორ სამეცნიერო სტატიებს ვთარგმნიდი, იცი რომ აი ძალიან რთული ენაა იქ რა სადღაც თითოეულ რაღაც მოლეკულებზე რო არის საუბარი და ქიმიურ რეაქციებზე და ბიომექანიკაზე და ბლა ბლა ბლა. აი ამ ყველაფერს რო აკეთებ, ეხლა რო უყურებ მეცინება, მაგრამ საღლანო რო ის ბავშვი, რომელიც მაშინ რაღაც არც ქართული არავინ არ ვიყავ, არავინ არ იცოდა საქართველოში. არც ფიტნესი იცოდი და არც მე არავინ არ მიცნობდა, მაგრამ ანუ რაღაცას ვაკეთებდი რა ყოველ დღე. რა თქმა უნდა იყო, ანუ უნდა გეცალოს ამისთვის. და პერფექციონისტი არ უნდა იყოს. საქართველოში აი ეგ გვაქვს, რომ უბადლოდ თუ არ გააკეთე რაღაცა, ჯობია საერთოდ არ გააკეთო. უდიდესი შეცდომა. კი. რო აი ამას ახლა ესეც უნდა, ისიც უნდა და აი ესეთი პროსტა დაიწყე რა. ერთინავ დახატავენ და ეშინიეთ და გარბიან. არა და დაიწყე პატარათი ხო? ვარჯიშშიც იგივე თემაა, სულ მაგას ვეუბნები, რომ აი რაღაცა იქ ის არის, უნდა ვიცოდე ეს არ უნდა, აი პროსტა ერთი ნაბიჯი უნდა გადადგა და უკეთესი 1%-ით ყოველ დღე, ხო? კი, ძალიან ესეთია რა, ძალიან თითქოს აი სამოტივაციო ესენი რო არის, მაგრამ მართლა ეგრეა. ჯერ ალბათ მთელი ცხოვრება ეგრე ვარ, რომ ჯერ ნაბიჯს დგავ, არ ვფიქრობ არაფერზე. ანუ ინსტინქტებით უფრო მუშაობ. კი. და მე უკვე ვეგუები იმას, რაც ხდება. რამოდენიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ყველაზე კარგად ეგ მეტყველობს რა ჩემზე, რომ ხო არიან ადამიანები, ვინც რაღაც ოპერაციაზე რომ მიდიან, ყველა სტატიას წაიკითხავენ, ყველა უკუჩვენებას, ყველა ოპერაცია. მკერდის, ცხვირის მკერდის პლასტიკა, ანუ ხო, ცხვირის პლასტიკა და ასე შემდეგ. მაგრამ ან არიან ადამიანები, ვინც მიდიან და საათობით კითხულობენ, ან რაღაცა 2 საათი კონსულტაციაზე სხედან, მე უბრალოდ მეთქი მინდა მივედი 5 წუთი კონსულტაცია წავედით. არც ექიმზე არ წამიკითხავს დიდი არაფერი, არც უკუჩვენებებზე, ანუ არც რეაბილიტაციაზე. მე პოსტფაქტუმ რო ვეგუები იმას, რომ ძალიან მტკივნეულია და ეს რომ ცოდნო და ადრენალინზე ხარ დამოკიდებული? ალბათ არა. როგორ არა? აი ეგეთი მძაფრი შეგრძნებები, რასაც შენ აღწერ და რომელიც შენ გევასება, ეგ არის ადრენალინზე დამოკიდებულება. ანუ მე გარ მომწონს. მე პოსტფაქტუმად დამამთავრებინე, რომ ანუ ვეგუები იმას, რომ მე всё, ანუ ამ ტკივილს, ანუ ჯერ გადადგინა ბიჭი ზოგადად ყველაფერში რა და მე ბევრი ტკივილი მოყვება. საქმეშიც ეგრეა რა, ჯერ რაღაცა ნაბიჯს დგავ გაუგებრობაში და უცებ ძალიან ბევრ პრობლემას ეგუები. წინასწარ ვერ ვიფიქრებ, წინასწარ რო ვიფიქრო ამ ყველაფერზე, ამ ნაბიჯს არ გადადგავ. წინასწარ რო განსაზღვრო პლუსები და მინუსები, შენ დიდი ალბათობით ნაბიჯს არ გადადგავ. ჯერ გადადგი, მერე რაღაცები რაც მოხდება, იმას უეჭველი შეეგუები, იმიტომ რომ უკვე გადადგმული გაქვს ნაბიჯი და უკან დასახევი გზა დიდი ალბათობით არ გექნება. საქმეშიც ეგრეა რა, მე ძალიან ბევრი მომტყუნებს იმაში, რომ აი ბიზნესმენი მაინც და მაინც არ ვარ, იმიტომ რომ აი რაღაცა მეტი შეგიძლია თუ ხო, ანუ რაღაცა ის რაღაც ანუ არა, პროსტა გააკეთე. ნელ-ნელა შენი საქმე და შენ რაც როგორი ინტუიცია გაქვს? კარგი ძალიან.
მე ვფიქრობ, რომ კარგი. და მჯერა იმის, რომ რისაც გვჯერა, ის ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ მე ძალიან კაი ინტუიცია მაქვს და ძალიან მიმართლებს ცხოვრებას. ეს ვიზუალიზაციის თუ გჯერა მანიფესტაციების იმის რომ ჩვენი ოცნებები რაც ჩვენ იდეა ჩდება, მე ზოგადად ანუ არც მანიფესტაციებს არ ვაკეთებ და არც რაღაც იმებს არ ვაკეთებ, არა. მაგრამ ძალიან მჯერა იმის რომ რისიც გვწამს, ოღონდ გულწრფელად უნდა გვწამდეს. ისე კი არა რომ აი რაღაცა მოვიგონე და ვცდილობ რომ დავიჯერო რომ მე ლამაზი ვარ ან რაღაცა ეგეთი ან ბედნიერი ან რავი რაც გვინდა ან მდიდარი ან უნდა გჯეროდეს რომ მე ზუსტად ვიქნები და ზუსტად იქნები. ან ოღონდ რაღაცა ღრმა არ ვიცი რანაირად. გყოლია ეგეთი კლიენტი რომ აი ჩაგიდია რწმენა რომ აი თქვა პირობითად მარიამ შენ იქნები რაღაცა ფიტნეს ბადი ერთ წელში თუ დამიჯერებ და შენ მართლა მიგიყვანია მაგ შედეგამდე. ანუ შენი საუკეთესო შედეგი მე რო ჩავდო სხვაში ეგრე არ მუშაობს. თვითონ უნდა სჯეროდეს. ანუ ხელოვნურად ანუ რწმენა გაგიმყარებია მისთვის? ან ყველაზე დიდი შედეგი რა დაგივდია ქალისთვის, ვისაც თქვა წონაში კლება უნდა და მოგაკითხა შენ. თუ გახსენდება ესეთი შენი კლიენტები? რთული კითხვა. ჩემი კლიენტები ყავს кейსები რა თქმა უნდა, ვინც რაღაც დიდი წონა დაიკლო და რაღაცა, მაგრამ ეგ არ არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ვაძლევ ადამიანს მე. შეიძლება ვიღაცა მოსულიყო ჩემთან წონის კლების გამო, თუმცა რაღაც ვაფშე სხვა რაღაც გაეაზრებინა, ვაფშე მიხვდა იყო წონის დაგლება საერთოდ არ უნდა. არ სდომებია, ანუ სხვა რაღაცაზე მუშაობ ხოლმე რა. უფრო მენტალურ ჯანმრთელობასთან ახლოს ვარ და იმაზე რომ ადეკვატურად შეაფასონ თავისი თავი. ძალიან ბევრი ადამიანი გადამირწმუნებია, რომ საერთოდ ვარჯიში უნდა. იმიტომ რომ ანუ ეგ მაგისი ღირებულება არ იყო. ვიღაც რაღაც სოციუმისგან რომ რაღაც ახლა ვითომ მოდაშია ვარჯიში, ან სჭირდება ვიღაცამ უთხრა წონის დაკლება, ან რაღაც ეგეთი, ანუ არა. და ადამიანი წვალობს, მოდის და ძალიან ბევრია ეგეთი, ვინც დადის და წვალობს დარბაზში მარტო იმიტომ რომ ანუ ეს ან მოდაშია ან რატომღაც ანუ სანამ შენ თვითონ ვერ ჩაწვდები შენ ანუ იმ ვარჯიშის ღირებულებას სხვა ვერავინ ვერ დაგაჯერებს. ფსიქოკონსულტაციასავით უტარებ შენ მე ვღადაობ ხოლმე რომ ბადი ბეიქერის უნდა ეწეროს კლინიკა ბადი ბეიქერი მალე იმიტომ რომ ფსიქოლოგიური სეანსებიც გვაქვს, რეაბილიტაციაც ჩვენ გვაქვს და რავი ყველაფერი. და შენ პარტნიორებიც ყავს, ვინც მუშაობენ შენთან ერთად, ხო? ჩემი თანამშრომლები კი, ვინც მე გავზარდე თუ რაც არის ჩემი ვარჯიშებისგან და ისინი ახლა ავარჯიშებენ უკვე ჩემთან გი. მოდი ვნახოთ კიდე რა გკითხეს შენმა გამომწერებმა. რა ვინ მიყვარს ყველაზე მეტად ალკოჰოლის გარდა? რა ძალიან რთულია რო ვთქვა. რა უნდა მიყვარდეს ალკოჰოლზე მეტად? ხალ შეყვარებული ან რაღაც. არა, ვინ კი, ვინ და რა სხვადასხვა რაღაცა. არა, ვიყო ვინც და რაც. გასაგები რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები შეყვარებული რაღაცა, მაგრამ ნიფთი ესეთი რაღაცა, რაც შეიძლება მეტად მიყვარდეს. წყალი. წყალი სტუდიაში. მაგის გარეშე ვერ ვიცოცხლებ და ალკოჰოლის ალბათ. ქართულ ტრენერებზე რას ფიქრობ? არის ხდება რაღაც ისეთი მინუსები, რომელიც მინუსები ძალიან ხდება და მარტო საქართველოში სტერეოტიპულად არის. არა, ალბათ არა. ეხლა ძალიან უკვე განვითარდა ეს იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდის. ესე ვერავის ვერ გავაკრიტიკებ. ყველა ძალიან ცდილობს, რომ რაღაცა ტალღაზე იყოს. აინტერესებთ კიდევ შენ არ საუბრობ ხშირად შენ პირად ურთიერთობებზე. ცოტა ხوار გვეჭორავა ამ თემაზეც. ხო, ძალიან არ მიყვარს. არ კიდე დღეს. ან ძალიან ზედაპირულად შემიძლია ვთქვა. არ მიყვარს ზედმეტი დეტალები და ესენი. იცი როგორ გკითხავ, ანუ ძირთადად აქ ქალები ვინც მოდიან, ვისაც აქვს თავისი ბიზნესი, არიან წარმატებულები, მე გეტყვი რომ 95%-ს არ აქვს ურთიერთობები. კი. შენ შემთხვევაში შენ გაქვს და მოდი გითხარი, აი როგორ ახერხებ იმას რომ იყო თან წარმატებული, ქონდა შენი ბიზნესი, იყო ასეთი დაკავებული და პლუს შეყვარებული გყავდეს. აი რაღაც ხო, არა, ეგ ნამდვილად რთულია, ნამდვილად მუშაობა.
არ არის მაინც და მაინც დიდი ხნის ურთიერთობა, რაც 5 თვე იქნება მალე. თუმცა ჩემთვის დიდი ის არის. ისეთ სიჩქარეზე ვართ ახლა გადასულები, რომ 5 თვე ისეთი შოკია. მაგრამ აქამდე მეც საკმაოდ ვეჯახებოდი რა ამ პრობლემებს, იმიტომ რომ ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ შენი ადამიანი უნდა იპოვო, რომელიც გაგიგებს, რომელიც კომფორტული იქნება, რომელიც გაიგებს შენ გრაფიკს და რაღაც მოგერგება, მაგრამ თან ისე არ არის, რომ საკუთარ თავს დაკარგავს რა. ზოგადად რთულია ძალიან, იმიტომ რომ რესურს მოითხოვს, რაც არ უნდა იყოს, როგორი კომფორტულიც არ უნდა იყოს ადამიანი შენ გვერდით, ანუ ჩვენ გვაქვს 100% ენერგიის, ხო, ვთქვათ. ხო. და ვხარჯავთ იქიდან 50% საქმეზე, 20% რაღაც ოჯახი, მეგობრები, 20% რაღაც თვითგანვითარება, თავის მოვლა და 10% პირობითა დასვენება. ნუ რაღაც ვამბობ, ხო? დაახლოებით ესე გვაქვს გადანაწილებული. უცებ იჩნდება ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი მიდის. საიდანღაც, ანუ პლუს ვეღარ დაამატებ, რომელიღაცა სფეროს უნდა მოაკლო. ან მეგობრებს და ახლობლებს მოაკლდება სავარაუდოდ 1-5%. ხო. იქ სადღაც შენ მოვლას მოაკლდება 5%, იქ დასვენება სავარაუდოდ გააერთიანება ამ ადამიანთან და შეიძლება საქმიდანაც წამოიღო ცოტა. გინდა არ გინდა, მე რო შევეჯახე ამას თავიდან, რა თქმა უნდა, შეყარებული რო ხარ, შენ თვითონ გინდა რომ მთელი შენი 100% მისცე და 100% გაატარო მაგ ადამიანთან, მაგრამ მე ხვდები რა ცოტა ადეკვატური აზროვნება რო ფხიზლდები, 1-2 თვე, კაი და მე ხვდები რომ так, всё, ახლა რაღაც საქმეს ცოტა მოვაკელი, რაღაც ადრე გამოვდივარ უფრო სამსახურიდან, რომ ადამიანთან დრო გავატარო ადრე, მაგას არ შვებოდი, ცოტა გვიან მივდივარ სამსახურში, ან რაღაც ერთი დღეს დასვენება ავიღე, რაღაცებს ვაკლებ საქმეს და ამას რო ვიაზრებ, ხვდები რომ ესე არ შეიძლება რა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეგ დაგარტყავს და შეგაწუხებს, იმიტომ რომ შენ ძალიან შრომის მოყვარე ტიპი ხარ. და დაველაპარაკე, ქონდა ერთი მომენტი, რომ დაველაპარაკე, მეთქი ან აი ვიცი რომ მინდა, რომ მე თვითონ მინდა რომ შენთან დრო გავატარო, თუმცა საქმე საკლდება და მანაც ძალიან რთული, ანუ ძალიან მარტივი უბრალოდ გაგებით ხვდებიო და პირიქით მე არ მინდა რომ ხელი შეგიშალო, ამიტომ შენ თვითონ ანუ ჩვენ გვაქვს რა რაღაც დროებისა, მე აქედან აქამდე ვმუშაობ, всё. არ არსებობს რაღაც, ანუ კონკრეტული დროები გვაქვს განსაზღვრული ერთმანეთად ყოფნის და ორივე პატივს ვცემთ ერთმანეთის დროს და ერთმანეთის იმას. საფჭყული გაგხვეს? კი. Love time. აი ზუსტად. წინა სტუმარმა გითხრა რომ მე კვირაში 2 საათი მხოლოდო. შენ რამდენი? მეც ეგრე ვიყავი, ხო ის პირველად რომ მომწერა. მეთქი აი 27 ნოემბერს თუ რაღაცა საღამოს 7 საათზე მაქვს 2 საათი. ოღონდ მომწერა ნოემბრის დასაწყისში თუ რა დაახლოებით რა მაგას. ქართული პლასტიკური ქირურგები რო გწენენ ხო იცი ახლა ისესულელი. ანუ თუ გაწყობს ჩაგწერ და ესე მართლა გრაფიკში ჩავწერე რომ 2 საათი გამოყოფილი. დღემდე გიწერია ხო რაღაც გრაფიკი. ხო რო გადავსკროლო ნახავ რომ იქ არის სტაფილოსფრად გრაფიკში მონიშნული 2 საათი მაგ ადამიანთან დეიტი. ზოგადად ეს კალენდარს და გრაფიკებს ხმარობ ხო? კი. და თვლი რომ ეს დისციპლინის შემადგენელი ნაწილია და მაგის გარეშე არ გამოდის. კი, ანუ როგორც გარდერობში ალაგებ ნივთებს და ზუსტად იცი და შენთვის მარტივია დილით რო ტანსაცმელი იპოვო, იმიტომ რომ იცი სად გაქვს მაისურები, სად გაქვს ჯინსები და სად გაქვს კამბები და ეგეთი რაღაცები, იგივენაირად გრაფიკის განლაგება წლებია უკვე მაგას ვაკეთებ და ვერ ხვდები ადამიანები მაგას რატო არ აკეთებენ, ვისაც რთული გრაფიკი აქვს. ანუ ვიზუალურად ხედავ, სად ხარ თავისუფალი, აი აქ რაღაც კვირის ჭრილში 2 საათი მაქვს აქ, 1 საათი მაქვს იქ, 1 საათია მაქვს აქ. დანარჩენი всё დაკავებულია. ანუ შენი რჩევა იქნება ჩემი მაყურებლებისთვის ის რომ გააკეთონ Google კალენდარი არის ტოპ გამოგონება ჩემ ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელსაც ვიყენებ. Google კალენდარი არის აი სასწაული. თუ უბრალოდ დამუღამება უნდა რა. დამუღამებენ როგორც. წერან შევეხეთ დისციპლინას. გითხარი შენი დისციპლინის შესახებ ყველაფერი. კი ბატონო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა, რასაც მისვავენ, არის როგორ ხარ ესეთი დისციპლინირებული და ასე შემდეგ. დისციპლინა ზოგადად რა არის? ეს არის რაღაცა, რასაც აკეთებ რაღაცა ქმედებას, მაშინ როცა არ გინდა რომ გააკეთო, მაშინაც როცა არ გინდა რომ გააკეთო. ეს მინდა რომ რილსაც დავდოთ, ან აია გვესაუბრეთ დისციპლინაზე. ოკეი, რა არის დისციპლინა?
ჯერ დავიწყოთ მანდედან, იმიტომ რომ ცოტა ესეთი აბსტრაქტული რაღაცაა, ჩემთვისაც კი. დისციპლინა არის რაღაცა ქმედება, რომელიც შენ გადაწყვიტე, რომ შენთვის სასარგებლოა და გინდა რომ გააკეთო და აკეთო დიდი ხანი, თუმცა შენ მას აკეთებ, ანუ მაშინაც, როცა არ გინდა რომ გააკეთო. არა მარტო მაშინ, როცა ხარ რაღაც განწყობაზე და მოტივირებული. არამედ როცა мотиваციაც არ გაქვს, მაგრამ მაინც დგავ ამ ნაბიჯს. ანუ აძალებს შენ თავს რომ გააკეთო ის, რაც აი მომენტში არ გინდა, მაგრამ იცი რომ სამავლოდ გჭირდება. იგივე არის ვარჯიში სამბავში. ყველაზე მარტივი რომ დისციპლინა გამოვიმუშაოთ არის ვარჯიში. ერთ-ერთ ვიდეოში მაქვს ეს ნასაუბრები, მაგრამ გავიმეორებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ფრაზა. ვარჯიში, სპორტი ზოგადად გასწავლის იმას, რომ ყოველ დღე შენ უნდა გააკეთო ერთი და იგივე ქმედება წამიერი დაჯილდოების გარეშე. ანუ უყურე, შენ ყოველ დღე აკეთებ რაღაც, მიდიხარ დარბაზში, მიხვედი, გააკეთე ჩაჯდომები რაღაც ივარჯიშე, მოხვედი სახლში, არაფერი. წახვედი ხვალ, გააკეთე ისევ რაღაც ვარჯიშები, მოხვედი, არაფერი. ანუ იმ დღესვე არ გაქვს შედეგი, მაგრამ შენ იცი რომ გექნება სამომავლოდ. ამისთვის გჭირდება 1 თვე ვიღაც, 1 წელი ვიღაც, 10 წელი, მაგრამ უეჭველი გექნება რა მერე. მაგრამ ან იგივე არის საქმეშიც. შენ დღეს გააკეთე, ანუ დილით ადრე ადექი და იმუშავე და რაღაცები გააკეთე წყალი და ეს დღეს არ გაქვს შედეგი, ხვალ არ გაქვს შედეგი, მაგრამ ზუსტად გექნება. და ეს არის ანუ ის დისციპლინა, რომ ყოველ დღე აკეთო ის ქმედება, რომელიც საჭიროა წამიერი დაჯილდოების გარეშე. არ ვიცი, მე მგონია რომ ამ ტალღაზე უნდა დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. რამე თემას ხوار გინდა რომ შეეხო და სამოტივაციო სპიჩი გარდა ამ სიტყვებისა დაუტოვო ჩვენ მაყურებელს, ვინც ახლა სხვადასხვა მიზეზებით იბრძვის ცხოვრებაში, ან წონაში კლება, ან მენტალური ჯანმრთელობა, ან უბრალოდ მოტივაციის ნაკლებობა. რას ეტყოდი მათ? მე ვეტყოდი, რომ მოტივაციის პოვნა, როგორც წაღან თქვით, მოდის შედეგიდან, ამიტომ მოტივაცია დაიკიდეთ ზოგადად. ნებისყოფაზე დიდ ხანს ვერ გაქაჩავთ, ეცადეთ, რომ ეცადოთ ვარჯიშითაც იკაიფოთ, პროცესში რაღაცა, რაც თქვენთვის რთულია, იპოვოთ რაღაცა, რითაც იკაიფებთ. შეიძლება იყოს ვარჯიშზე, მაგალითად, ლამაზი ტანსაცმელი ყოველჯერზე, ან რაღაცა ახალი ჩელენჯი დაიყენოთ თქვენთვის, რაღაცა დღეს 5000 ნაბიჯი გაიარეთ, ხვალ 6, მერე 7, ან რაღაცა ყველა თავის რაღაცით კაიფობს, ან თავის თავს გადაუღოთ და შეხედოთ როგორი შედეგი გაქვთ. და ზოგადად საქმეში და ცხოვრებაში ალბათ ეცადეთ, რომ ხო რა, ნუ ეცადეთ, რომ მოკლედ ყველაფრით იკაიფოთ, თუ ვერ იკაიფეთ მომენტით და ცხოვრებით, შორს ვერ წახვალთ და გული ჩადოთ ყველაფერში. როგორი ეთაიეს მომავლის მე? სათხედავ შენ თავს 5 წლის მერე? გადაღებული კითხვა, მაინტერესებს. არ ვიცი, არასდროს არ ვიცოდი. გაქაროცნა რამე მიზანი ამ ეტაპზე? რამდენად კაიფობ ცხოვრებით როგორც წეგან აღნიშნა. აი როგორც მიდის, იმით ვკაიფობ და ყოველი მომენტით. ფულიც არ არის შენთვის პრიორიტეტი ხო მაინც და მაინც? არაფერი, ანუ აი ცხოვრება, ადამიანები, ემოციები, მომენტები, ეგ არის მნიშვნელოვანი და ჩემი ხო, აი არც 5 წლის წინ არ ვიცოდი, რომ დღეს ახლა აქ ვიქნებოდი და არც 10 წლის წინ არ ვიცოდი მით უმეტეს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ვიქნებოდი ფიტნესში. რომ ვინმეს რო ეთქვა, მოუკვდებოდი სიცილით. მე ანუ პროცესით სიამოვნების მიღება არის თაიას მთავარი სლოგანი, როგორც მივხვდით. კი. ჩვენ გავაგრძელებთ, თქვენ კარგად ვდანდებოდეთ. ნახვამდის.